მოგესალმებით მეგობრებო, თქვენთან არის ნიკა შოუ 1 2 3 და დღეს ჩვენ გვექნება ვიდეო რეაქცია Brawl Talk-ზე. როგორც იქნა ახალი Brawl Talk-ი გამოვიდა, გუშინ გადავიღე ვიდეო Brawl Stars-ზე, თამაშობდით Brawl Stars, როგორც ყოველთვის ჩვენ სავარაუდო Brawl Stars და ჯერჯერობით აპდეითი არ გამოვიდა, იმიტომ რომ როცა გამოდის Brawl, განახლება არ გამოვიდა, იმიტომ რომ Brawl Talk-ი როცა გამოდის, სადღაც 20 დღის შემდეგ ამ Brawl Talk-იდან გამოდის თვითონ ეს განახლება, რომელიც განახეს Brawl Talk-ში. და ახლა უყურებთ, რა ხდება აქ. მე არაერთი შორტსი, მოკლე ვიდეოები ვნახე YouTube-ზე, სადაც ლაპარაკობდნენ, რომ გამოვიდა ერთი Brawler, რომელსაც შეუძლია ძალა, ისეთი ძალა აქვს, რომ აკონტროლოს დრო. თუ ეს მართალია, მაშინ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ, Brawl Stars-ში არის ყველაფერი, საერთოდ. Brawler-ები მაგალითად ჯანეტი, რომელსაც შეუძლია ფრენა, კიდე მაგალითად კორდელიუსი, რომელსაც შეუძლია რაღაც თავის სამყაროში გადატელეპორტირება, ლილი თუნდაც, რომელიც გუშინ ამომივარდა, შეუძლია იმასთან გადატელეპორტირება, ეს ლარი და ლორი, რომელსაც შეუძლიათ ორნი არიან ერთად, კიდე ლოლა, რომელსაც შეუძლია თავისი კლონის გაჩენა და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ბრაულერი არის სხვადასხვა ძალებით, რა თქმა უნდა, ჩვენ საყვარელ თამაშში. და ეხლა გამოდის ახალი ბრაულერი, რომელსაც აქვს დროის ძალა. ალბათ, არ ვიცი. ეს რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა ბრაულერი, რომელსაც აქვს დროის ძალა. ვაუ. მოკლედ, გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწვიოთ არხი და ზარის ღილაკს დააჭიროთ, რადგანაც მით უფრო ბევრი გამოწენყოს და რადგანაც მით უფრო ბევრი გამოწენყოს, მით უფრო დიდი мотиваცია მაქვს, რომ გადავიღოთ თქვენთვის ახალი ვიდეოები, მით უფრო ბევრი ლაიქი, მით უფრო მალე გამოდის ახალი ვიდეოები და მით უფრო ბევრი ზარის ღილაკია თქვენ თვითონ არ გამოწვევთ ჩემო მეგობრებო ახალ ვიდეოებს. მოდით დავიწყოთ და უყუროთ ამ საინტერესო ვიდეოს თვითონ ნუბისგან. ნუბი არის ესეთი იუტუბერი, რომელსაც აქვს გეიმინგ არხი და მაგალითად იზრდებს ყოველთვის Brawl Talks ქართულ. მგონი ერთადერთი იუტუბერია, რომელიც იღებს Brawl Talks ქართულ ენაზე. თარგმნობს უბრალოდ ქართულ ენაზე. კარგი, ეგრევე ლაიქი ნუბს მისთვის შრომისთვის, ძალიან დიდი მადლობა, თორე ეს Brawl Talk-იც რეაქციაც არ იქნებოდა მასზე. ეს Brawl Talk-ია, დროის მმართველი ბრაულერი. რანკედის ახალი მართალი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც შორტსში ამაცდებდნენ. მართლაც არის ახალი ბრაულერი, რომელიც არა, ეს არის თუ რომელი იყო იქ. მოკლედ, ხო, მაინც სუბტიტრებს ხო, ჩართავ სუბტიტრებს, იმიტომ რომ ხმა ჩაწეული მაქვს თვითონ აქ რომ თქვენ უფრო კარგად გაიგონოთ ჩემი ხმაც და Brawl Talk-ის ხმაც და მეც სუბტიტრებს ჩართავ, რომ ცოტათი მაინც გავიგო რა ხდება. ისე კი მესმის, მაგრამ ჯობია სუბტიტრებით მაინც უყუროთ. ლაიქი არის, მოდით ხა ღმერთო. ხო. აი ასე, მოდით დავწუხოთ. ეს Brawl Talk-ია, დროის მმართველი ბრაულერი. აი. რანკედის ახალი სისტემა. მეორე ბრაულერი კოშმარული ტრიოდან. 12 ჰაიპერჩარჯი. გაჯეტების სრულიად. 12, ადრე ხო 6 იყო მარტო. როგორ აღნიშნოთ ახალი ბრაულერის გამოჩენა? აი, დროს ამართავს. იქნებ წარსულში რომ უნდეთ. არა, ისევ. მოგეუბნებოდი ეს რაღაცა მარტიოს არ უნდა ვანდოთ. შენი ბრალია ბავშვი დროის მანქანასთან არ უნდა მიუშვა. მოგისალმებით Brawl Talk-ზე. პირველი ბრაულერი შემდეგ განახლების არის Finksy. აი, Finksy-სავით რა. Finksy მაიცერსდი. ეს რა თქმა უნდა ძალიან საცილო ხა. ბენი, მარციო და დრაივი თუ არ ვწდები იმ კაცს ერქვა კიდე. პატარები იქნებიან და გრეგვეტყვენ Brawl Talks. ძალიან მაგარია, ეს რა თქმა უნდა მაგარი ფორმატია. კარგი. Finksy ხო? რა ორიგინალურია. იმის გენერალი გამსის სავით აქვს დარქმას. ის ცდილობს რომ მომხმარებელი მაქსიმალურად გაერთოს და საბრძოლო ველზეც მოულოდნელ გადაწყვეტილებებს იღებს. მარტიო დაგობრუნე. ხო, მინდა დიდი ვიყო, გადავიხადო საშემოსავლო და იპოთეკა. კარგი, მაგრამ მაინც მინდა მეტი გავიყო. მოგეთ ვიცი რომ დაგვენდა თარგმანს, მაგრამ არა უშავს, მაბადიეთ. ესეთი ამბავი. მოგეთ. არა, არხიც გამოიწერეთ და ბოლომდე უყურეთ, იმიტომ რომ მე გამიწერე მიკროფონი და ლაიქი. როგორ უნდა მიიღოთ. Finksy ჩაოლებრივი სოლარის საათის ისრები.
ის უშვებს სამ ნასროლს, რომელიც გვერდებში არის უფრო ნაკლებს აკლებს ვიდრე შუა. ასე მას მეტი შანსი აქვს, რომ გააწყდეს მოწინააღმდეგეს. მისი სუპერი დროებითი სივრცეა, რომელშიც გადაიქნება დრო. მოწინააღმდეგის ნასროლი ამ წრეში ნელდება, ხოლო მისი ნასროლი სწრაფდება. აჰა. ეი, დაგავიწყდით. ეხლა ვისაუბროთ დროში მოგზაურობაზე. ეს არის ფინქსის გაჯეტი, რომელიც მას დროში აგბუნებს. ზუსტად კი იქ გაჯეტი? გონი ეს არის პირველი ბრაუტოლკი, სადაც გვიგნებიან ახალი პერსონაჟის გაჯეტს რა შეუძლია. კარგი, საინტერესოა ჯერჯერობით. სადაც ის 3 წამი წინ იყო. ასე ეს კაია, ეს რა თქმა უნდა ძალიან კაია. მაგალითად ახლა აი solo showdown-ში მაგალითად ახლა ცოტა სიცოცხლე რო გაქვთ, ანუ კლავთ მოწინააღმდეგეს ეჭუბებით და როცა ცოტა სიცოცხლე გაქვთ, ეგრევე დააჭერღე აქვს და რაღაც უკანონო ძალიან კარგია. სროლის სიჩქარე უნელდება ყველას, ვისაც გაარტყავს სფინქსი. ხოლო მეორე სტარფაურია აჩქარებული დრო. ასდა მის გუნდის წევრებს ძალიან კაია. აი ამ წრეში თუ დადგებით, ეგრევე როცა გისვრიან მოწინააღმდეგები, ლოგიკურია რომ იქ ვიქნებით ჩვენ და აი ეგრევე მოწინააღმდეგეს ის ტყუია შენელდება და უფრო დიდი შანსი გვიქნება რომ ავიცილოთ ეს ძალიან კარგია. გადაატარებენ ნასროლს. ეს კი არის მეორე ბრაულერი ამ განახლებაზე. თან კიდე წინა ბრაულტოლკში გამოვიდა ზუსტად პერსონაჟი, რომელსაც ეგეთი სუპერი ქონდა, ოღონდ იმის მაგრად რომ რამე შეენელებინა ტყუები, ამის მაგივრად პირიქით, ანუ იმ სუპერთან გამდიდა კედლის იგი შეძლო სროლა. აი ესეც იგივე ანუ ძალიან გავს, ოღონდ ფორმატია სხვა ძალა აქვს, თორე იგრე ეს და იგივეა. ერთად თუ ეს ორი პერსონაჟი გავაერთიანოთ, მაშინ ისინი ანუ ერთ შეუძლია კედლის იქით ისროლოს, მეორე შეუძლია ანუ შეანელოს მოწინააღმდეგეს ტყუები, ძალიან მაგარია. მაგალითად გემგრავში ანუ ისეთ თამაში, სადაც კედლები არის ან მოკლედ ხვდებით რამე კოშმარულ ტრიოს წევრი მაგალითად ბოლოს ის მართავს ცეცხლის და ყინულის სტიქიებს. ასევე გონია რომ დრაკოს მოწონს ის, მაგრამ მოდი არ ჩაუშვეთ. ლუმი ისვრის ვარსკვლავურ ბურთებს. როდესაც ის გადააგდებს ამ ბურთულებს, მას შეუძლია უკან მოიძიდოს ისინი. და იქ თუ ბრავლერი დახვდა, მას ისევ მიუვაზიანი. მის სუპერს ქვია დრამის ბრძოლა. ის სამჯერ უთხოვს მიწაზე, ხოლო მესამე დარტყმა აშშებს მოწინააღმდეგეს. გაჯეტის ბრძოლა არის. ლუმი აჩენს ცეცხლის თავის დაგდებულ ბურთებს. ეს კაია. ხოლო მეორე გაჯეტი ყინავს გარშემო ყველაფერს. ის აჩენს ყინულოვან ადგილებს მის ბურთებს. მისი პირველი სტარფაურია ანტრაქტი, სანელოს ყველა მოწინააღმდეგეს, რომელთანაც დაბრუნდა ბურთები. მეორე სტარფაური არის ყველაფერი გადაიწვეს. იმ ადგილებში, სადაც სუპერი აფეთქდა, დარჩება ცეცხლი. თუ თქვენ დაიმახსოვრეთ ყველა ძალის სახელი, მაშინ მაგარი მახსოვრება გონია. ამ განახლებაზე გვექნება 12 ჰაიპერჩარჯი. მარციო ჩარჯი. ცეცხლოვანი კარბურგი კარლის სუპერის დროს დატოვებს ცეცხლებს და თუ მოწინააღმდეგე გადაიარა მასე ისინი დაიწვევენ ამ ცეცხლში. სიტკბო ყველასთვის. მენდის სუპერი 3 ნაწილზე გაისვრის. თევზები რომლებიც ავტომატურად ეს მართლა ძალიან კაია. დაცვენ ნადირობა პოს სუპერიდან გამოდის 5 ბომბი და ძველი ბომბები ადგილზე რჩება. დაიცავით დედოფალი. აი ეს კრომზე რა ქვია პერსონაჟი მოწდა მოვწყდა. ნუ ის თევზი რო იყო. ეხლა ხანს რო ნახეთ რობოტი თევზი დამოაწდა მის სახელი, მაგრამ აი მიმართლა არ მომწონა ეს პერსონაჟი, იმიტომ რომ როცა ისვრი ამ სუპერს, სადღაც კოსმოსში მიფრინავს, მაგრამ მოწინააღმდეგეს ვერ აზროს, ვერ ვარტყამდი. აი ეს მართლა კარგია. უფრო მეტი ფუტკარი გამოდის და უფრო დიდ ზენაწმდებიან. ვოლფრანის სიმაგრე. მეგი სუპერი უფრო შორს გაისვრის და გადაქცევის დროს ფარი დაედება. სუპერ პინგვინები. მისტერ ბის პინგვინები უფრო ძლიერები იქნებიან და ერთდროულად ორი გამოძლიერებული პინგვინი იulis რუკაზე. სიუჟეტური პარი. ეს ძალიან კარგი. my god, ეს რა არის? პასტას მაგარის აქვს. მილეულის ნაკრები. ჯესტერი ისვრის ამაფეთქებელ ბომბს, რომელშიც გაერთიანებულია ყველა მისი სუპერის კომბინაცია. აფეთქება შენელება ყვამლი. ეს მართლა მაგარია. ლოლას კლონი უფრო გაძლიერებული ჩდება. ეხლა აფეთქება იქნება. ლოლაზეც არის, ხო? ერთხელ აფეთქება, შემდეგ კიდევაც ფეთქდება. აკეთებს სიცოცხლეს, ანგრევს კედლებს და წევს მოწინააღმდეგეს. ჰაიპერმუშტი. სემის მუშტები უფრო ჩქარა მიფრინავი და პირდაპირ თვითონ სუპერს.
ოკეი. ისევ ახალი რანკინგ სისტემა უკვე მეოთხეჯერ. პრიზები უკეთესი გახდა. შეჯიბრი უფრო ასართულია. ყოველთვიურად ახალი სათამაშო რეჟიმები იქნება. ასევე ყოველთვიურად იქნება Random 3 ბოლომდე გაძლიერებული ბრაულერი, რომლის გატესვასაც შეძლებს. შემდეგ სეზონზე იქნება MZ, Jin და Leon. რანკედის სისტემა ახალი განვითარების რეჟიმზე გადადის. სახელად პროფასი. პროფასი ყოფა როგორც უფასო, ასევე პასიან ვარიანტად. ახალი პასი დაგვიმატეს, ანუ ბრაულ პასი ხო იყო უბრალოდ. პროფას XP. შეგვიძლია შევუწიოთ როგორც PPXP. ამ XP-ის მოგროვება შეგიძლიათ რანკედზე თამაშის მოგებისას. და კიბერ სპორტის მხურება. რა თქმა უნდა, რეკლამის გარშემო. ეს მართლა რაღაც მაგარია. ახალი პასი დაგვიმატეს. და კიბერ სპორტის მხურების დროს. კომპასიანი ვერსია დამატებით მოგზაურობს. ბრაულ პასი და პროპასი გვაქვს მიერ. გიგებთ ახალ სისტემაში. უფასო ვარიანტში დაგვხვდება Star Drop პრიზები, ასევე ახალი ტიპის სკინი, რომლის გაუმჯობესება შეიძლება ლეგენდარამდე. და როცა ბოლომდე გაივლი, შემდეგ შეგიძლია გახსნა ხოლმე ლეგენდარი Star Drop-ები. ფასიანზე კი გელოდებათ 600 ჯემი, 5000 კოდი. ლეგენდარი Star Drop-ები გახსნათ. დამატებითი XP-ები სკინისთვის. სკინი პროპასი არის ჩვენი ახალი ტიპის სკინი, რომელსაც შეუძლია გაუმჯობესება. და ის არის მხოლოდ პროპასში. პირველი ესეთი სკინია ასტრალური კოლტი. მისი გაუმჯობესება ესეთია: აიკონი, სროლის ეფექტი, პინები, მოგების ეფექტები, სპაუნის ეფექტები, ანიმირებული კარტი და ქრომები. ასევე შემდეგ შეძლოთ ხოლმე აირჩიოთ, რომელი ლეველის სკინით თამაშობთ. ეს კოლტია, ანუ მეგონა ის იყო ბო, ანუ ბო. ძალიან გავს, ანუ სახე ძალიან გავდა ხა ბოს, ვიდრე კოლტს, მაგრამ კარგი. Oh my god. სკინების გაძლიერება შეიძლება Brawl Stars-ში როგორც შანსი ჩამოვარდა სადღაც თვარი და რაღაც ახალი გამოუშვეს საერთოდ სხვანაირ სკინების გაძლიერება, კარგი პერსონაჟების გაძლიერება, ეს გასაგებია. ეს ნორმალურია, მაგრამ სკინების გაძლიერება ოკეი, ეს საინტერესოა. გინდა ისო პირველ ლეველის თამაშო, ისო შეგიძლია ითამაშო მაქსიმალური ლეველიც რომ გქონდეს. ეს კაი. რანკედის სეზონი იქნება 1 თვიანი, მაგრამ პროპასი იქნება 4 თვიანი, რადგან ის მიბმულია კიბერსპორტულ სეზონს. პროპასის პირველი სეზონი დაიწყება 25 თებერვალს, განახლების გამოსვლისთანავე. 25 თებერვალს. მეცნიერება აღმოაჩინეს, რომ თამაში კარგია ჯანმრთელობისთვის. შედის Brawl არა Stars-ში მგონია. ყოველდღიურად რომ მიიღოთ უფასო საჩუქრები. უმეტეს შემთხვევაში დიდი არაფერი საჩუქრებია, მაგრამ ხანდახან ძალიან მაგრებია. და თუ არც დღეს არ გამოტოვებთ, თქვენ დააგროვებთ შესვლის დღეების რაოდენობას. თუ გამოტოვებთ დღეს, შეგიძლიათ ახლიდან დაიწყოთ. ან იყიდოთ გაგზელება. მაგრამ ეს გავლენას არ ახდენს პრინციპზე. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რა რიცხვი ეწერება იქ. ინდე ძახდა მუმიას. აი რა თავი გაგვანები რა შენი მუმიით. მარტის სეზონს უნდა ექმეოდა ქვიშის დრო, მაგრამ რაღაცა აირია. ამის გამო ერქმევა ბდელი ქვიშა. Brawl Pass-ის სკინი იქნება მუმია ფრენკი. ვინ წარმოიდგენდა რომ გაცოცხლებული მუმია ცეცხლოვანი თავით ესეთი Brawl Pass პიუსში კი იქნება ძალიან მაგარი ჩაკუჩია. ჩაკუჩი მიიღებენ სკინერსის ბრაულერებს, რომლებიც ახალი დამატებულია, მაგალითად ჩუჩუ. მაგარი სკინებია ხმე? ასევე ფარაოლი. ეს კვიკი სკინი. ეს იმის სკინია. ფარაოლი, ანუ რა თქვენ პერსონაჟი ოლი თუ დამარცხდა რაღაც პერსონაჟი იყო, რომელსაც შეუძლია, ანუ წყლის პერსონაჟი თვითონ თემატიკა წყლის იყო, როცა გამოვიდა და რაღაც საღებავებით ისვრის თუ არ ვწდები. არ კლენსი არ არის, სხვა პერსონაჟია. ძალიან საყვარელია. ეხლა მივიღებ ყველა Star Drops. აჰა, ეს მაინც არაფერს არ გვაძლევს. რაც უფრო მეტი ძალა გაქვს, ვერ ვიტყვი ხოპირა იქნება. იციატრიუ. ეს განსაკუთრებული სეზონია, რომელიც Supercell Makes უკავშირდება. Brawl Stars-ის გუნდმა მოიფიქრა სკინი კი GBB. ეს Brawl Pass-ის სკინი იქნება და Brawl Pass-ში თავისი შეცვლილი ფერებიანი ბიბი გვექნება სხვადასხვა ვარიანტებით. ჩვენ კიდევ 4 ახალი გმირი გყავს, მაგალითად Sammy. Oh my god. Janity. Wow, ეს მართლა ძალიან მაგარი. ეს კიდე. Wow. რამდენად იქნებიან გმირები ბოროტ მუქრედების გარეშე? ამიტომ შეგებე. ხოჭო კარლი.
My ის God. ხელმძღვანელობს ყველანაირ ბოროტებას, რომელიც ამ სეზონს უკავშირდება. აჰა. გადამჩენელი გრომი, მებრძოლი, რომელიც იმსახურებსო იყოს Sparkster-ის. გადამშენია, ეს სუპერგმირი ხო? მასთან ერთად არის ელექტრო ჩარლი. ეს ის მოხდა სკინი ესე. მაგრამ ეს ერთი სუპერ ბოროტ მოქმედი ყავს. ბოროტ მოქმედი. პატარა ივენტს, წინახმდეგ კანდელ სუპერგმირის წინახმდეგ კანდელ სუპერგმირის წინახმდეგ რაღაც ავნესებში ნაკლიფოთ კარტი უნოები და ჩაუყაროთ ეს რა არის უნო? ლოიგებს ის გუნდი, ვისაც კარტი აღარ დარჩება. აჰა. ამ კარტს მე ამაში არ თამაში რაღაც. მაგალითად, აი ხე ორი შენი გუნდის წევრებს ორი power cube ემატება. ძოლის გამოტოვება ამ დროს მოწინააღმდეგე ვერ გიტევს. მიმართულებები შეცვლა აბრუნებს კარტებს უკარს. მეტი სკინი. შევჩენოთ ჩვენ ბრაზილიელ ფანებს ეწყინათ რომ მენტიკერა პაიპერი ავარჩიეთ წინა წელს, ამიტომაც ამ წლის ბრაზილიის ფესტივალზე გაემართება მენდი. კლეშის მოთამაშეებს მოეწონებათ ეშის ახალი სკინი, პიკეში. ეს Clash Royale-ზე მარტო. მოგეთ აქ ჩამოსულია სხვადასხვა სკინები, რომელიც 29 ჯერ მიეღირება. კიდევ ორი დამიცვლება. ტრიო შოუდაუნი გახდება ჩვეულებრივი რეჟიმი. გაჯეტები ახლა უსასრულოა, მაგრამ თავისი ჩარტუსის დროით. ბრაულერები შეგიძლიათ აღნიშნოთ ფავორიტებად, რანკეტ უსასრულო გაჯეტი. კიდევ ორი დამიცვლება. ტრიო შოუდაუნი გახდება ჩვეულებრივი რეჟიმი. აჰა, ანუ ეხლა გქონდა დუო, სოლო და ეხლა ტრიო. ძალიან მაგარი. ეხლა უსასრულოა, მაგრამ თავისი ჩარტუსის დროით. ეხლა გვაქვს უსასრულო გაჯეტები, ანუ ადრე გქონდა 3 გაჯეტი. კიდე რაღაცის დახმარების გამო გქონდა 4 გაჯეტი რა. რაღაც პლუს რაღაცა ემატებოდა, პერსონაჟს რო გაძლიერებ რაღაცა რო ემატება და იმითი კიდე ერთი გაჯეტი ვიყოლებოდა, ანუ 4 გაჯეტი, მაგრამ ეხლა უსასრულო გაჯეტები გვაქვს. სამეგრად რამოდენიმე დრო უნდა დავაცოდოთ. სადღაც 20-30 წამი ალბათ. არ ვიცი. ნუ ეს პლუსია თქო უნდა. ბრაულერები შეგიძლიათ აღნიშნოთ ფავორიტებად, რადგან რანკედის დროს პირდაპირ თავში აღმოჩნდნენ. და ასევე ჩაჩი რაღაცა შევცვალე. ეხლა კი გათამაშება, თამაშდება აი ეს ოლის სკინი. და ასევე უფასო აიკონი. ლინკი აღწერაში იქნება ამ აიკონის. ეს სკინი მინდა. ბერნერი გათამაშების ვარიანტი გამიკეთებია, მაგრამ გადავწყვიტეს საუკეთესო დამეტოვებით. Discord-ის ლინკზე შემოხვალთ Discord-ზე, აირჩევთ Rolls Brawl Stars-ის, აი ეს Brawl Stars მიეკლიკებთ, შემდეგ გათამაშებებში გადახვალთ, აი აქ ინტერიერის მიეკლიკებ აქ ინტერს და всё მონაწილე ხარ. ნუ ეხლა მე წითლად ამიწარ, იმიტომ რომ უკვე მიღებული მაქვს მონაწილეობა. დაანჩენო ზუსტად Discord-ზე წერია, 11-ში გამოვლინდება გამორჩეულები. ნუ მე მაინც ყველა თარიღალებს მას ვერ მივიღებ ამ სკინს. მაგრამ თვითონ Brawl Talk-ი ხა იყო რაღაც მართლა საინტერესო იყო. ვაუ. ყველაზე მეტად მომეწონა არა მარტო ის რომ ისა ხმერთო დროის მართული პერსონაჟი გამოვიდა. მე მეგონა უფრო რაღაც სერიოზული იქნებოდა ეს პერსონაჟი რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ნორმალურია. ყველაზე მეტად მომეწონა რომ უსასრულო გაჯეტები გვაქვს. და კიდე რომ ახალი პასი გამოვიდა, პრო პასი, ეს რა თქმა უნდა მაგარი იყო. მეტი ისეთი არაფერი. თქვენ კი დაწერთ მეგობრებო კომენტარებში რა მოგეწონათ ყველაზე მეტად და ეხლა მინდა დაგემშვიდობოთ, ამიტომაც დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარგლაკს დაჭრით ჩემო ოქროებო, რადგანაც მით უფრო ბევრი გამოწონოს, მით უფრო დიდი мотиваცია მაქვს რომ გადაიღოთ თქვენთვის ახალი ვიდეოები, მით უფრო ბევრი ლაიქი, მით უფრო მალე გამოდის ახალი ვიდეოები და მით უფრო ბევრი ზარისღლაკია თქვენ თვითონ არ გამოტოვებთ ახალ ვიდეოებს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ყველას კარგად.